მორიელის თავდაცვის მექანიზმები. ხშირად გაიგეთ რამდენად ლანძღავენ მორიელებს, არ ვიცი, ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება აქვს მორიელებთან და ყველაზე კატასტროფა და ცუდი ის არის, რომ თვითონ მორიელებსაც მოსწონთ. ეს როდესაც მათზე ცუდად ლაპარაკობენ, რატომღაც. ამის ახსნა შესაძლებელია, იქიდან გამომდინარე, რომ მორიელი მართავს მერვე სახლს და შესაბამისად ინტენსიური ემოციები მორიელის თემა არის. შესაბამისად ყველაფერია ესეთი რთული, ყველაფერი სადაც საჭიროა ბრძოლა, სადაც საჭიროა ნების ყოფა, სადაც საჭიროა ესე ვთქვათ, ეს ფენიქსივით 9-ჯერ ფერფლიდან აღდგომა და ბრძოლა, ეს ყველაფერი არის ძალიან მორიელის თემა. თუმცა აქ არის ერთი ესე ვთქვათ ძალიან ესეთი ხაზგასასმელი. მორიელი არ არის აგრესიული და მორიელი არასდროს არ ესხმის თავს სხვებს. რატომ? იქიდან გამომდინარე, რომ მორიელი არის ქალური ნიშანი. ქალური ნიშნები არიან უფრო მეტად ინტროვერტულები. აქედან გამომდინარე, მორიელი ყოველთვის არის თავდაცვაზე ორიენტირებული, მხოლოდ ექსტრემალურ სიტუაციებში, როდესაც მის ცხოვრება საფრთხე ესე ვთქვათ ექმნება, ან მისთვის ძვირფას ადამიანებს, ან ყოველთვის ესე, როდესაც საჭირო იქნება თავდაცვა, მხოლოდ ესეთ შემთხვევაში აქტიურდება მორიელი. აი ესეთი როგორცაც მორიელს ხატავენ, ესეთი მორიელი საერთოდ არ არის. არსებობს ეს განვითარების ტიპები. ხშირ შემთხვევაში ნიშნების უმრავლესობას აქვს განვითარების 2 ტიპი. მორიელის შემთხვევაში მორიელს აქვს 3 ეტაპი, არა 2. და პირველი ეტაპი ეს ხშირ შემთხვევაში როდესაც მოსწონთ და ხატავენ საკუთარ თავს როგორც ესეც, რომ კი ჩვენ ესეთი გესლიანები ვართ და ჩვენ უნდა გვერიდოთ და რაღაც აგრესიულები ვართ და რაღაც ესეთი მსგავსი თემები. ეს არის მორიელის ყველაზე დაბალი თემა, განვითარების ეტაპი. სიმბოლო ამ ეტაპის არის მორიელი, ეს არის რეალურად გესლიანი ადამიანი, რომელიც გესლავს ყველას, ეს არის შედარებით უფრო განუვითარებელი ქვედა ეტაპი პირველი. შემდეგი არის არწივი და შემდეგი არის ფენიქსი. არწივის ეტაპზე, ესე ვთქვათ, განვითარების ეტაპზე მორიელს ის თუ ესე ესმის განსხვავება, ესმის რომ ესეთი რეალურად არ არის, ესეთი აგრესიული და ცუდი, როგორცაც ესე სხვები ხატავენ, ან როგორც თავის თავს ხშირად ხატავენ თვითონ მორიელები. და ეს არის ადამიანი, რომელიც უკვე ხედავს, რომ აგრესია და თუნდაც კონკრეტული თავდაცვა საჭირო არის მხოლოდ მაშინ, როდესაც სიტუაცია ითხოვს. და ფენიქსი არის უკვე ყველაზე მაღალი ეტაპი, როდესაც უკვე მორიელი ხედავს, რომ აგრესიაში არ არის გამოსავალი. ასე რომ, ანუ რეალურად არ არის არც ერთი მორიელი აგრესიული ბუნებით, არავის არ გესლავს, მორიელი არის ყველაზე მეტად თავდაცვაზე ორიენტირებული ნიშანი.